ჩვენ გვაქვს ნაციონალური დაპირისპირება, რომელსაც ქვია რაღაცა ქოცების და ნაცების ბრძოლა და რომელსაც ჩათრეულია ჩვენი საზოგადოება. ჩემი მიზანი ზოგადად არის ქოცების და ნაცების შერიგება. ანუ ჩვენ დღემდე ვიმკით ზუსტად გამსახურდიას მიერ დაშვებულ შეცდომას. როდესაც არ დაამთავრა ბრძოლა დამარცხებულ კომუნისტებთან, ესე რომ ვთქვათ. თავარი რაც ახლა ამ ქვეყანაში გასაკეთებელია და რაც კარგი იქნებოდა მაშინ გაკეთებულიყო, მაგრამ სხვას არავის არ ქონია შანსი ეს გააკეთებინა. მარტო იმ კაცს შეეძლო დაენახა ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაპირისპირება უნდა დამთავრებული იყო. შევარდნაცაც შეეძლო და რაღაცა ცდილობდა, მაგრამ მაგის გულწრფელობა არ დაიჯერებოდა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მას მოუწია მუშაობა. სააკაშვილმა პირიქით ეს გადმოიღო და დაძდევდა და პირიქით აი სხვა ლეველზე აიყვანა და ქართულმა ოცნებამაც დასაგვირველია ზუსტად იგივე გააკეთა. მე რას გავაკეთებდი და მტრობას დავამთავრებდი. ანუ ყველაფერს ვიზამდი იმისთვის, რომ მტრობა, ქოც-ნაცური მტრობა, რაც არის ეროვნული მტრობა დამთავრებულიყო. ამისთვის აუცილებელი არის ერთმანეთი არ დავიჭიროთ. დაჭერის ინსტრუმენტები არ ქონდეს ერთმანეთის. და თუ რომელიმე თანამდებობა არის, რომელიც აი ამ არსებულ კონტექსტში, როდესაც აი ეს ამოცანაა დასაძლევი, მე შეიძლება მაინტერესებდეს, ეს არის პროკურორის თანამდებობა, მთავარი პროკურორის იმ გაგებით, რომ ვიღაც გარანტორი არსებობდეს, რომ ერთმანეთს არ დაიჭერენ პოლიტიკოსები. დღევანდელ სიტუაციაში სანამ ამ სისტემას დავშლით. აი ეს ბერკეტია ჩამოსართმევი ყველაზე და მე არავის არ ვანდობდი ამ ბერკეტს საკუთარი თავის გარდა, არც ერთ პარტიას. მარტო მე ვიცი, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს არ დავიჭერ.